სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან პრაქტიკულია და ძალიან საინტერესოა. მეც უტრიალებდი ამ თემას. მეც მაინტერესებდა ეს გუშინ ქალბატონმა სხვათაშორის ძალიან პატივცემულმა ქალბატონმა, რომელსაც მე ქრისტიან დას უწოდებ, დამისვა ანალოგიური კითხვა ეკლესიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ კონკრეტულ იმას არ დავასახელებ, რომელ საკრებულოსთან. და მე მას ჩემი მოსაზრება გაუზიარებ, რომ ჩვენ ვართ დღეს სხვა რეალობაში, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც გაფანტულები ვართ ქრისტიანები და დღეს მე აი ამ სახით საკრებულოს ისეც ვერ ხედავ გესმით, რომელშიც მე გულით გავწევრიანდებოდი და აგერ აი ჩვენ როცა ვიკრიბებით, აგერ ჩვენი სამეგობრო საკრებულო, რითი არ არის ეკლესია, უბრალოდ ეს ხდება ვირტუალურ სივრცეში და ვირტუალურ სივრცეში შეიძლება ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა, რაზეც ბატონი ჯონ მაკარტური ილაპარაკებს და იყოს წევრი მათი და არა დამსწრე, არა მოტივტივე, არა მოსეირე პიროვნება, გესმით? და მთელი სერიოზულობით მე ჩემ თავზეც განვიცადე, ირგვლივ ბევრ პიროვნებაზე ნახე, რომელსაც მე ფიზიკურად არ ვიცნობ და დღესაც ერთგულად აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას და იესოსთან ურთიერთობას და იზრდებიან სულიერად. ასე რომ სრულიად აკმაყოფილებს ეს ფორმა ეკლესიის სახელწოდებას და გაერთიანებას. და ადამიანები, ვინც დამსწრედ არიან, შორიდან გვიცქერიან, ან ისე შემოდიან ტურისტული განწყობა აქვთ, იმათზე არის აგერ ბატონი ჯონი რო საუბრობს. მოდით მოусვინოთ თუ რას ამბობს ჯონ მაკარტური, რომ რეალობა, ჩვენი რეალობა, ნებისმიერი ადამიანის ალბათ, რომელიც ისმენს ჯონ მაკარტურის, შეიძლება სრულიად სხვა იყოს იმისგან განსხვავებით, რაც კალიფორნიაში და ამერიკაშია ჯონ მაკარტურის ირგვლივ. ასე რომ მეც ყველანაირად მეხმარება ბატონი ჯონის საუბრები, მასშენებს ისინი ვირტუალურად. და მე როდესაც მოვინდომე რამოდენიმე ეკლესიისა გაწევრიანება, მე ძალიან დიდი განხილვა მივიღე. განა იმიტომ რომ მე არ მეძლეოდა საშუალება ქადაგების ამსახურების, არა, მე დავინახე იქ უფრო კლუბური განწყობა. დღეს არის უკვე კლუბური განწყობა და არა ოჯახის მცნება. ჯგუფებად და უფრო მეტად კონცენტრაცია სხვა რამეზე, ვიდრე სულიერი აღშენებლობა. ამაზე მე ვერავინ ვერ გადამარწმუნებს, რომ უშუალო შეხება მქონდა, როგორც ავსტრალიაში, აქაც და თვით ამერიკაშიც კი. არ დავასახელებ იმ ეკლესიებს. მოდით მოусვინოთ, რას ამბობს პიროვნება, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით. ჯონ, მოგესალმებით, მე მინდა კითხოთ, რას ნიშნავს ქრისტიანისთვის იყოს ერთგული ადგილობრივი მორწმუნეების მიმართ? ჯონი ჩაიკითხება, რას ნიშნავს ქრისტიანი რა? რომ ერთგული იყოს მორწმუნეთა ადგილობრივი ორგანოს მიმართ. გასაგებია. მე სხვანაირად არ ვფიქრობ და ვერც წარმომიდგენია, რომ ქრისტიანისთვის არის სხვა გზა. გარდა იმისა, რომ იყოს ადგილობრივი მორწმუნეების ერთგული და მათი წევრი. ახლა მე ვსაუბრობ ეკლესიის წევრობაზე. membership-ობა რო ქვია ინგლისურად. ანუ იდენტიფიკაციაზე. და ამის პრობლემა დღეს ძალიან სერიოზულად დგას ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ ეკლესიაში გვყავს ისეთი წევრები, ისეთი დამსწრეები, რომლებიც უბრალოდ ტივტივებენ და რჩებიან დამსწრე მსმენელად, პასიურ მდგომარეობაში და მათ არ უნდათ გაწევრიანება, არ უნდათ იდენტიფიკაცია ჩვენს სათემოსთან. ისინი უყურებენ, ათვალიერებენ ეკლესიის გვერდს, როგორც ფილმის ან წიგნის გვერდები, სადაც თამაშობენ ადამიანები, იღებენ მონაწილეობას. მოდი წავიდეთ მოусვინოთ, ეხლა ამბიც, ეხლა იმ პიროვნებას, აბა ვნახოთ, გავერთოთ. მაგრამ ეკლესიამ ისტორიულად არ იცის ისეთი ქრისტიანის ვინაობა და პიროვნება, რომელებიც საკრებულოს გარეშე არიან. ახალ აღთქმაში ასეთი რამე არ არსებობს, რომ ვიღაცა არის ინდივიდუალური და ეს ინდივიდუალური კონცეფცია. ყოველთვის ისინი იკრიბებოდნენ ერთად. თუ შენ ქრისტიანი ხარ, შენ ავტომატურად ხდები ქრისტეს სხეულის წევრი. ხო მართალია? საზოგადოებიდან, კრებულიდან ღვთის ხალხთან საზიარებლად. ებრაელების მეათე თავში ნათქვამია 25 მუხლში. ნუ მიატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ შევიათ. არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას. ნუ მიატოვებთ ჩვენს, მე მგონი არასწორი ლაფსუსი არის გატარებული თარგმანში, უნდა იყოს თქვენს შესაკრებელს. მე მგონი ესე უნდა იყოს, ჩაიხედეთ 2015 წლის იმაში ბევრი ხარვეზებია. მე მახსოვს როცა ვიყიდეთ ჩვენ ეს წიგნები, ხომ? ერთ პარტიაზე გამომატანეს ასევე პატარა ჩასაკერებელი, სადაც შეცდომებიც იყო.
ასე რომ მე მინდა იცოდეთ ვინც და ეხლაც მე ქალბატონს გაუწია რეკომენდაცია სახარების წმენის ეკლესიაში რომ ისულიყო და ეყიდათ, იმიტომ რომ შედარებით მაინც ეს ბიბლია რჩება ყველაზე ესე ვთქვათ უფრო მდიდრული ინფორმაციული თვალსაზრისით, მაგრამ თარგმნული თვალსაზრისით აქვს ხარვეზებიც, ლაფსუსებით და გრამატიკულადაც, რომელსაც ქალბატონი მარიკა, ბატონ თეოფილე მალაქიას მეუღლე, როდესაც ჩაწერა, ცდილობდა თვითონ უფრო გაემართა და გაესწორებინა ეს ყველაფერი. სხვათა შორის ქალბატონ მარიკაზე უნდა თქვა, რომ რეკორდი თუ ბატონმა თეოფილე მისმა მეუღლემ მოხსნა რეკორდი ქადაგებებისა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ხოლმე საერთოდ სფეროში, ქალბატონმა მარიკამ ხატრული კითხვის რეკორდი დაამყარა, არა მარტო ბიბლიის, ხატრული კითხვის და კიდევ აგრძელებს ამას. ასე რომ დიდი მადლობა მას ამისათვის. ჯონ მაკარტური აგრძელებს, ასე რომ ქრისტიანები ერთად არიან მოწოდებული შესანიშნავ ერთობაში და მე მჯერა რომ ყველა ქრისტიანმა უნდა გააიგივოს თავი ადგილობრივ საკრებულოსთან. მიზეზი რის გამო ზოგიერთები ამას არ აკეთებენ არის ის, რომ მათ უბრალოდ მოსწონთ თავისუფლად ყოფნა პასუხისმგებლობის გარეშე. მათ არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება. და ზოგჯერ ისინი ვერ პოულობენ 100%-ით რეალიზაცია რომ მოახდინონ ამ ადგილას და რაღაცა სტანდარტებსაც ჩამოთვლიან ხოლმე, მაგრამ ეს არ არის საბაბი და ეს არ არის მიზეზი. არანაირად. ყოველი ქრისტიანი ერთგული უნდა იყოს ადგილობრივი კრების მიმართ და ეს ნიშნავს ორ რამეს. პირველი, მე იმ უხუცესებს ავტორიტეტს ვემორჩილები. მეორე, მე აქ მინდა მსახურება და მიზეზი რის გამო ჩვენ გვაქვს ეკლესიის წევრობა არის ის რომ ხალხმა შეიძლება თქვას მე მსურს ჩემი სიცოცხლე ამ უხუცესების მწყემსობაში დავამორჩილო და ქვეშ მოვიყვანო და მეორე მე მინდა აქ მსახურება და ამიტომაც ჩვენ გსურს რომ ისინი გაწევრიანდნენ რადგან მხოლოდ ანგზით შეგვიძლია მერე შევამოწმოთ და დავაკვირდეთ ამ ადამიანებს გავიცნოთ ისინი და დავამავწმოთ მათ შესახებ რათა განიგზავნონ ისინი შემდეგ მსახურებისთვის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი ეკლესიისა იდენტიფიცირება პასუხისმგებლობისათვის უხუცესების უფლებამოსილების ქვეშ მოქცევა და მსახურებაში მონაწილეობა ამ კრებაზე იესო ქრისტეს მსახურების მიზნით. და თქვენი ქრისტიანობა მერე გამოიცდება, როდესაც თქვენ უკვე იდენტიფიცირებას მოახდენთ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან. ასე არ არის? არ არსებობს პასუხისმგებლობა, არ არის თქვენი წვენის გამოცდა, როდესაც თქვენ მხოლოდ მოდიხართ და მოტივტივე პატარა ნაფოტივით ზედაპირზე დამსწრეს როლში იმყოფებით. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მადლობთ ჯონ პასუხისათვის.